ფულთან თამაშის შემდეგი რაუნდი. მიშა მესხი და ია სუღიტაშვილი ითამაშებენ. სტატიში. ზაიმნა. ცნობილი წყვილი, დამაბნეველი ვერსიებისა და გარდაუვალი სარისკო გადაწყვეტილების პირისპირ რჩება. ინტელექტი ვისში უფრო მეტია? შენში. ძნელია მიყვე ლოგიკას. ოჯახი რა უნდა იყოს? აი ოჯახი. რთულია მოусმინო საკუთარ ინტუიციას, როცა შენს ხელში 100,000 ლარია. ქუთაისელი ინტელექტუალები იუმორით ხვდებიან ახალ გამოწვევას. ანუ რა სიტუაცია ახაგეთ? სერიოზული ეთყობა რა. მოგების სურვილი დიდია, შანსი დიდი ფულის შენარჩუნებისა საკმაოდ მაღალი. როგორც ვესვასიანი ეთყოდა ფულსუნი არაფერს რომ მართლაც. ზალ ხონელიძე და დავით ბახტაძე ფინალურ კითხვას უახლოვდებიან. ბოლო კითხვამდე მივიდნენ ქუთაისელი მეგობრები. გამარჯვებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება. დარჩება თუ არა ნაღდი ფული სტუდიაში. ბავშვი არა ვინმე რაღაცა კამფეტი მოარბელი უსწრებს რაღაცა. თუ მას გამარჯვებული ქუთათურები დაეპატრონებიან. ნახოთ რას ვისწრებთ. ფულთან თამაში იმედზე. ახალი ფულის სუნის სხვა. მოგესალმებით პატრიცემლო ტელემაყურებლებო, ჩვენ იმედზე ვართ და ეს არის შოუ ფულთან თამაში. რომელსაც წარმოგიდგენთ ევროპაბეთი. ეს შეკვრა 2000 ლარიანია, ასეთი სულ 50 ცალია, ესე იგი 1 2 3 8 რიგია ორჯერ, ანუ 16 3-ზე და მერე კიდევ 2 ცალი. ხო, სულ 100,000 ლარი. რადგან ასეთი უპრეცედენტო შემთხვევა ჯერ არ ყოფილა და საქართველოს არც ერთ თამაშში 100,000 ლარი ერთად არ გათამაშებულა, თანაც მით უმეტეს ქეშად. ჩვენ სტუდიას იცავს გაძლიერებული დაცვა. მოგესალმებით ბიჭებო. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. ჩვენ სავსებით მშვიდად გგზნობთ თავს. ამ 100,000-ის წასაღებად ჩვენ მოვიწვიეთ სტუმრად წყვილი იამზე სუღიტაშვილი და მიშა მესხი. შევხვდეთ. გამჭვირვალე კიბია და აი ერთი ხელის ჩამორთმევა ან ხელზე ამბორი და ეს 100,000 პატრიცემულო კოლეგებო თქვენია. აი ესეთი უცნაური თამაში გვაქვს ჩვენ. მიშა გინახავს 100,000 ეს ერთად? არა. არა. შეგიძლია შეეხო. არ მინდა. იგზენი შენია. არა, წავიღებ მე საკაიფოდ. შენია, შენი. ვიცი. შენია. იამზე შენია. ვირტვაგის მინუს. ია. წავედით. როგორც ერთი პირობაა. რომელი უფრო აქტიური იქნება, ეგ მაინტერესებს. ჯერ? ალბათია. არა. რატო? არა, ორივე ერთად. ორივე? ერთობაში. ძალა ერთობაშია, ინტელექტი ვისში უფრო მეტია? შენში. მაშინ მე წავიდე. დავიბენი ხა იმდენი მაყუდი დამიდეთ აქცინე. ხედავთ მონიტორს, აქ 4 სავარაუდო პასუხი გამოდის ხოლმე. 8 შეკითხვაა. ეს ბოქსები იმისთვის არის განკუთვნილი, რომ ამ ბოქსებზე უნდა გააკეთოთ თქვენი არჩევანი. ანუ თანხა უნდა გადაანაწილოთ სრულად. ოღონდ ერთი ბოქსი რომელიმე აუცილებლად თავისუფალი რჩება. არასწორი პასუხის შემთხვევაში ეს ფული ჩაიყრება ქვევით და დაცვის სამსახური შეინახავს. 60 წამი გაქვთ მოსაფიქრებლად და არჩევანისთვის. მეოთხე კითხვის მერე უკვე 3 სავარაუდო პასუხი გექნებათ და ერთი უნდა დატოვოთ ცარიელი. და ბოლო შეკითხვაზე უკვე 2 სავარაუდო პასუხი იქნება და ან ერთი ან მეორე უნდა აირჩიოთ.
100,000 ლარი გაქვთ და წინ 8 შეკითხვაა. ვიგებთ. ნახოთ კატეგორია. აუცილებლად კი. დავაიღო. ჩვენ იასთან და მიშასთან ერთად თამაშობთ ფულთან. კატეგორია ეკრანზე. შრომის იარაღები ოჯახი. აბა ოჯახო, გადაწყვეტეთ რა. შრომის იარაღი. შრომის იარაღები მიშას მე საყვარელი. მაჩვეულის ბარი თოხი და რაღაცებს ერთმანეთში მეშლება აზე. ბარი თოხი ცელი ესეთ რაღაცები არ მეშლება ერთმანეთს. ოჯახი რა უნდა იყოს? ოჯახი რა? ოჯახი მეგეწყვი რა უნდა იყოს. აი ოჯახი. რა გინდა? არ ვიცი შრომის იარაღები აზე არა. გავრი ოჯახი იყოს. რადგანაც ოჯახი ვართ ოჯახი. ესე იღებ, ყველა გადაწყვეტილება შენ იღებ რა ოჯახში. მე ესე ვფიქრობ, ია რას ფიქრობში? რა საინტერესოა რა იქნება? რა უნდა იყოს მე ვერ ვხვდები. იმებში ვერ ვერკვევი უბრალოდ რა ქვია. აი ხო ხა შენ აირჩი. არა, მე არა, გერდარები. აუ, ესენი რამდენი ხაზი და ეს არ ვიცი რა. კიდე კაი დრო შეზღუდულია მე კითხვაზე. პროსტა შეიძლება. პროსტა ვიზა. მაგას გავგიჟდები გეუბნები, პროსტა. ეხა მომისმინე. იმას შეხედა იქ პროსტა არ შეიძლება. შრომის იარაღები შეიძლება კიდე რაღაცა. მოდი რა გავაკეთოთ, იცი, ჯეირანი ვითამაშოთ უცბად და ვინც მოიგებს, ანუ ია ამბობს რომ შრომის იარაღები შენ ამბობ ოჯახი. და ვინც იქნება? მოდი. იცი, რომელია? კი. მოდი. 1 2 3. მოიგო. ესე იგი, ია, შენ მოიგე. შენი იყო ქვა, მისი მაკრატელი. აფში. სტოტიში. აჰა, სულამაში. სტოტიში. ზაიმნა, მიდი თქვი რას გინდა ის იყოს. მე უკვე დავიძავე. საბოლოო გადაწყვეტილება გვაქვს? შრომის იარაღი. შრომის იარაღი იყოს, ამ რა ვქნა. მაშინ შრომის იარაღები გადაწყვიტა იამ ოჯახის დიასახლისმა. მოვისმინოთ 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე, გთხოვთ. თოხი, ნიჩაბი, ცოცხი, ხერხი. ნახოთ რა შეკითხვა. შეკითხვა ეკრანზე. ქართული ანდაზის მიხედვით შრომის რომელი იარაღის ტარზე დაეტევა კარგი ბუნების ცოლქმარიო. თოხი, ნიჩაბი, ცოცხი თუ ხერხი? ხერხი არ ცოცხი არა, ნიჩაბი და თოხი. თოხია. არა. ნიჩაბი ან თოხი. ცოცხი ალბათ ციხე. ავიდა დრო. მედი თოხიდან ნიჩაბიც დადირა რა. 50 წამი. თოხი. მე ვერ გავიმეთქი რო გითხარ. ვაი ხა მენუბრალებ გეხოცები ყველა. არ გინდა. არ გინდა. 40 წამი. ნიჩაბი. თუ წაგება 20 წამი გაქვთ. სო გააჩერეთ. აუ გავკიშტები. გააჩერეთ დრო. გავაჩერო დრო. აიცა. ნიჩაბი ცოცხი. 10 წამია დარჩენილი, პრინციპში რაღაც გავაჩერო. მოარი ცოლი. რა? 4, 3, გითხრა 2, 1 დრო ამოიწურა. ნერო. მაგრამ მე აღარ ავიღებ პასუხისმგებლობა. იმეორებ შეკითხვას. მოგიძრაი. ქართული ანდაზის მიხედვით შრომის რომელი თოხისტარია, თოხისტარზე. დაეტევა კარგი ბუნების ცოლქმარი. თოხის ტარზე. ნახოთ სწორი პასუხი. ნიჩაბი. თოხი. ნიჩაბი. ვაიმე. ნიჩაბი. ნიჩაბი. ნიჩაბო გზად ხართ თქვენ. თოხისტარი გამიკია. თოხისტარი ამიეთეშა. ხერხისტარი. თლად მაგ. არა მე თქვა. ჯერჯერობით მაგარინები ცოლქმარი ხართ. ამიტომ ერთ თოხს გაჩუქებთ, სიგამხვრეს გიწევთ ხელს და მე მაგას
დააბრუნეთ, დაგელოდებით. როგორ მძიმე ყოფილი. აუ, მაგარი. ეს იყო პირველი მარტივი შეკითხვა. ძალიან მარტივი, რაზეც ამდენი. უმარტივესი თან. კარგი მოსიყვარულე ცოლქმარიო, კარგი ბუნების ცოლქმარი. თოხის ტარზეს დაეტევაო. მეორე ეტაპზე გადავინაცვლოთ 2 და 100,000 ლარი გაქვთ, ისევ? იქოს მიშა მაინც მოგიწევს ახლა მაგის დაშლა. აჰა. ავირჩიოთ კატეგორია. სპორტი, ისტორია. რომელი? სპორტია. რომელი ისტორია თუ სპორტი? სპორტია, სპორტი. მიშა მესხი ირჩევს სპორტს. ია, ეთახმება? კი, რა თქმა უნდა, მეთახმება. სპორტი. ნახოთ აბა 4 სავარაუდო პასუხი და მე შეკითხვას დაველოდოთ. ბარსელონა, ატლანტა, სიდნეი, ათენი. ოლიმპიადებია და რომელია? რაზეაო? ოლიმპიადაზეა სა. აბა გადავამოწოთ, რა შეკითხვა შეიძლება იყოს? ნახოთ. რომელი ოლიმპიადის დროს აჟღერდა პირველად ქართული ჰიმნი? ბარსელონა, ატლანტა, სიდნეი თუ ათენი? ათენი თუ. დავიწყოთ გადანაწილება. როდის იწყება დრო? ათენში. წავიდა დრო. ათენში არ არის თუ. ატლანტა დადი. ათენში. სიდნეი არ მახსოვს როდის იყოს. ატლანტაში. ინა სიმეიზეც რომ მოხდება. ბარსელონაში არ მახსოვს. ერთი აუცილებლად ცარიელი უნდა ერთი დაგჭიროს. ცარიელი უნდა იყოს. ათენში არ ამგვენი. 30 წამი გაქვთ დრო, ჯერ კიდევ ნახევარია წინ. მან დადი 2 წელი. სი. ეს აქ მიხელსთან და ხელში მიჭრება. ატლანტა მგონი. მოიწეს ჩაბატო. მიდი ხა თავიდრო რაჯა. ერთად დავითვალოთ, არა? 10, 9, ბარსელონაში. 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1 და დრო ამოიწურა. ბარსელონამ 6,000 ლარი მიიღო თქვენგან. ბარსელონაში არში არ მახსოვს ზოგი. 8,000 ლარია სიდნეი და ათენი თვად გამოვთიშეთ, ხო? საერთოდ არაფერი. ათენში ხა იყო. ათენში ხა იყო და ის რომელ წლებში არ მახსოვს. ხო და არ მახსოვს ისინი რომელ წლებში იყო უბრალოდ და იმან. სიდნეი მარ ბარსელონაში ვაფშე არ მახსოვს. ატლანტაში, ესე იგი. ნახოთ სწორი პასუხი. თომაც იგი მახსოვს. $8,000 ლარი დავკარგეთ. სიდნეიში არ მომხდარა ეს ამბავი, არც ათენში. დაგვრჩა ატლანტა და ბარსელონა 86,000 6,000-ის წინააღმდეგ. თომაც უი, ეს 80,000 რა ბევრი ფულია ხანდახან არა? ძალიან ბევრი. ყველა ვარიანტში თანხა ჩაიყრება ქვემოთ. მაგრამ გააჩნია. ხო, ნუ 40 წელი შეკვით მეტი იქნება თუ ნაკლები. გასკდა. აუ, ამ ნერვიულს. სწორი პასუხი? კომერციული ტვისტები. მაშასე დაგებრუნდით იმედის არხზე. ეს არის შოუ ფულთან თამაში. თამაშობენ მიშა მესხი და მეუღლე მისი ია სუხიტაშვილი. მეორე კითხვაზე შევჩერდით. პრაქტიკულად შუაზე გავწყვიტეთ თამაში. ორი ბოქსი ღია, ორზე თანხა. ერთზე 6,000, მეორეზე 86,000. კითხვა კი ჟღერდა ასე: რომელი ოლიმპიადის დროს აჟღერდა პირველად ქართული ჰიმნი
ორი სავარაუდო პასუხია ბარსელონა, ატლანტა და გვაინტერესებს რამდენს დავკარგავთ ახლა. ისე იქ სიცხვილე უნდა იცოდეს კაცმა. ია, ბატონო. ეს ატლანტა იყო ნიშას გადაწყვეტილება, ხო? და შენ ენდე პირდაპირ ეხმარებოდი კიდეც აქ უთახა გადმოგელაგები. კი. შენ რომას ფიქრობდი? მე ამ შემთხვევაში რომელ ფიქრობდი და რა გაღალას თქვი? ვერაფერს ვერ ვიტყვი, ხა? რომელ ფიქრობდი უბრალოდ? რატომაც აი რაც ჩავა. ათენი. რაც ჩავა და? ათენი, იმიტომ ხა იყო. ჩავა. დამაბნეველი იყო. კარგი, ვნახოთ რამდენ ფულს კარგავთ. ამას გივალია. 6000 დავკარგავთ. ალბათ. უყურე. აუ, ბევრი ჩაიყარა. აუჩ. ხმაზე მივხვდი. სამუშაო გამოუშვა დაცვის. აუ, რა გატეხა. ეხა ახლა გვეწოდინე. ეხა კატეგორია უნდა იყოს ღირს თუ არა გაგრძელებათ. მეორე კითხვის მერე დააბრუნეთ ფული ადგილზე. მეორე ეტაპის შემდეგ თქვენ გაქვთ 6000 ლარი, 100000 ლარიდან და წინ კიდევ 6 შეკითხვაა. არქეოლოგი გო. თქვენი ოჯახი. კაი მაჩვენებლებია. ეს არის შავი. აუ. მესამე ეტაპი. ხოთ კატეგორიები ეკრანზე. გიხით მე რა ფიქრობ. მითოლოგია, გეოგრაფია. მითოლოგია. შენი სფეროა მიშა. მითოლოგია ჯო მიჩენ. გეოგრაფიაში აზრი არა. იქნებია არის აზრზე. იყოს მითოლოგია. მითოლოგია იყოს ია. 6000 არ არის პატარა ფული. რამდენი ამის გაკეთება შეიძლება 6000-ად? ოჯახისთვის მით უმეტეს. კატეგორია? ო, რამდენი ტურია? მითოლოგია. მითოლოგია საბოლოო გადაწყვეტილება. და მოდი ვნახოთ მონიტორებზე 4 სავარაუდო პასუხი. ვარუნა, ვიშნუ, კრიშნა, კამა. ძალიან საინტერესო. აუ, ინდური, გიანტანს. ნახოთ შეკითხვა. ვიდეო. ნახოთ. რა ერქვა სიყვარულის ღმერთს ძველ ინდოეთში? კრიშნა ხო? ჰარე კრიშნა. კრიშნა. ადეგექსე. მე ორ მახსოვს კრიშნა. შეგიძლია 3-ზე გადაანაწილო ეგ თხა. უკვე. კრიშნა. ია. მოდი ითამაშე რა. მუღამი მაგდაკარგა. მუღამი დაიკარგა? ჰარი კრიშნა. აა, ვიცი. ვიშნუ. ვარუნა. თუ გინდა ვარუნაზე დადეთ. რა დავმეკნე. ესე იგი კრიშნამ გადაწონა 2/3 თანხის წავიდა. 30 წამია დარჩენილი. ვარუნა. ვარუნა ვინ? რომელი? შეგიძლია დრო გააჩეროთ თუ არაფერს აღარ შესვლა. გავიდეს რა. ჩვენ გარამიდეს. აუ რა გატეხა ის ოლიმპიადაზე, თორე ხა უკვე გავანაწილებდი ჯიგრულად. 7, 6, 5, არ უნდა 4, 3, 2, არ უნდა და ეგრე გადაგეჭირე. რა ტიპი? ორი ვერსია ავირჩიეთ, ესე იგი 4000 კრიშნა და ვიშნუს 2000. ნუ რაც გაგვიგია ყველაზე ცნობილი სახელები მაინც, ხო? კამა მაინც რაღაც მწვანილთან ასოცირდება ჩვენთვის. კამა და რხუნა. ვაუ. აუ რა ვიცი, რამდენი 90000 ფლეთი იყო თუ 50000. ეხა 86000 ყოფილიყო, ა? გასწორე. ნახოთ სწორი პასუხი. გავანაწილებდით საერთოდ. ხო? არა. ფაქტი რაღაცა მომეშვა ხა. მოგო. ой
პირველად სუტრა, ხო იცით? დილიდანო. ხო და კამა სუტრა გაგვიგია ალბათ, ხო? აო. სამი ეტაპი. ისე რომ მესამე ეტაპზე ადექით და დაკარგეთ მთელი თანხა. მთელი თანხა პრაქტიკულად ყველაზე მეტი თანხა დაკარგეთ მეორე ეტაპზე. გადასარევი იყო. ქართული ჰიმნი, სამაგერეთ ეხა თელ საქართველოს ეცოდინება, სად გაიჟღერა პირველად ქართულმა რომელ ქვეყანაში, რომელ ქალაქში ოლიმპიადაზე. ჩვენ ხარჯზე. ხო, დიდი მადლობა რომ საზოგადოებას გააგებინეთ ეს. ია. მიშა ხელსარილებს არ გაგიშვებთ. ჯეოსელისგან მინდა ორივეს რო სახში არ იჩხუბოთ. კონდეთ ჯეოსელ კონექტი. მადლობა. ულიმიტო ინტერნეტი იყოს მაინც. ივეშაი. მადლობა დიდი. უგრესი მადლობა მობრძანებისთვის. კარგად იყავით. კარგად. აი ამ დიდი კარგად, დამსოხრებული ყავით. სამწუხაროა რა თქმა უნდა, სამწუხაროა რომ ამ ოჯახმა ვერ გაართვა თავი სამ ეტაპზე მეც, მაგრამ აი ჩვენი დაცვის წარმომადგენელი ამ ფულს ეხა ადგილზე დააბრუნებს და შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ თამაშს და კიდევ ერთი წყვილი შემოვა რომ მომესალმოს და ეს 100,000, რომელიც ეხლა თავის ადგილს დაიკავებს, მათი გახდეს. თავარია შეინარჩუნო ეს ფული 8 შეკითხვით. მაშასე ჩვენი სტუმრები არიან ზაალ ხონელიძე და დავით ბახტაძე. შევხვდეთ. მოგესალმებით. 50,000, 50,000. ანუ სულ ჯამში 100,000 ლარი. გაგვეცანით უფრო ახლოს, დავით. დავით ბახტაძე. ვინ ხარ პროფესიით პროფესიით? ბიოლოგი, მუშაობ ქუთაისის სპორტის სასახლეში. ქუთაისის სპორტის სასახლე. აი ეგ რო შევდივართ აქედან, დიახ, და დიახ, ვარცხნილო დიახ, არის, ხო? თქვენ? ზაალ ხონელიძე, ვარ ბაღის დირექტორი, ქუთაისის ნომერი პირველი ფილიალი. ნომერი პირველი ფილიალი, ბაღი ეს საბავშვო ბაღი. დიახ, საბავშვო ბაღი. თუ პარკი ან არა, საბავშვო ბაგა ბაღი. საბავშვო ბაღა ბაღის დირექტორი ხარ? დიახ. ბავშვები ვერ ვიყავთ. უამრავი. რა კარგი. 400-ზე მეტი. ეს ერთად როგორ მოხვდით ახლა? მეგობრები ვართ. დიდი ხანია? 10 წელია ინტელექტუალურ მეგობრები. თამაშებს და მოგლეთ ვართ ასე რა. გამოვაგზავნეთ ანკეტა და აგვარჩიეს კასტინგის შედეგად და ვართ თქვენს წინაშე აგერ წამდგარი. ნახოთ რას ვისამთ. ახლა რა სიტუაცია ახაგეთ? სერიოზული ეთყობა რა. თუ გინდა მაშინ პირველად 100,000 შეეხეთ, თორემ მე ნელა შეიძლება დაიკარგოს, ამიტომ ერთხელ მაინც იტყვით რომ 100,000 შევეხეთით. როგორც ვესპასიანე იტყო და ფულს სუნი არ აქვსო და მართლაც არ ხოი. ხო და არც ხელის ჭუჭყი გამოდგა ამ ბოლო დროს რაღაცა. ასე ჩანს, ხო, ეს უფრო მე მგონი დემაგოგიის ნაწილია. აი, გეთანხმები რაღაცაში გეთანხმები, თუმცა ფულთან თამაში ისე ჟღერს, რაღაცას არ გაგონებს, რაღაცა ხო, ფულთან, ცეცხლთან, სიყვარულთან თამაში არ შეიძლება და ჩვენ ითამაშე რა. კარგი, მაშინ ჩემთან ითამაშეთ, იმიტომ რომ მე 8 შეკითხვა მაქვს, თქვენ უკვე 100,000 გაქვთ, იმიტომ რომ მე მომესალმეთ. 100,000 ლარი გაქვთ, 8 ეტაპია გასავლელი. ზად ვარ თამაშთვის? ზად ვართ. მაშასე, ზალთან და დათოსთან ერთად თამაშობთ ფულთან. იმისთვის რომ პირველი კითხვა მოვისმინოთ, ჯერ უნდა ვნახოთ კატეგორიები. კატეგორიები ავირჩიოთ და მერე უკვე 4 სავარაუდო პასუხი, ხოლო ამ ყველაფრის მერე ჩვენ მოვისმენთ შეკითხვას. ვნახოთ კატეგორიები. არჩევანი თქვენზეა. ბანტიანი გიტარა თუ საგზაო წესები? ქუთაისელებო. ვაჰა. მგონი მეორე. ბანტიანი გიტარა გამორიცეთ? არა, არანაირად. ცლა ქუთაისური მოვლენა? ჩემთან არ მოდის ახლოს. ბანტიანი. იყო საგზაო წესები. საგზაო წესები. მართლაც მოწვევები გაქვთ ორივეს? დათოს აქვს მე არა. კარგი, საგზაო წესები, საბოლოო გადაწყვეტილება. მოვისმინოთ 4 სავარაუდო პასუხი. მონიტორზე ყურადღება, მონიტორებზე. BMW ვერ გავიგე. Volga ვერ გავიგე. Mercedes-ი ვერ გევიგე. Opel-ი ვერ გევიგე.
თითქმის 100%-ით მაქვს ეჭვი რა კითხვა იქნება. ხო? თან ჩვენებული. ოღონ ამას ჭირდება ინტონაცია. ოპელი ვერ გევი. ეს ჭირდება. ნახოთ კითხვა ჯერ. ქუთაისელი პატრულის თანამშრომლების რომელი ფრაზა გახდა პოპულარული ერთ-ერთი სატელევიზიო შოუს შემდეგ? BMW-ო? BMW-ო კაცო? წავიდა დრო. რო წავიდა. მოვალაგეთ. ჯერ მაინც დავაკვირდეთ, მაგრამ ვოლგა უკვე გამოსულია. 50 მე წავიდა. ვიმუშავებ. ხო, შენ იმუშავე. შენ იმჟელე. Mercedes-ი ვერ გევიგე. ვოლგა ვერ გევიგე, BMW ვერ გევიგე. 40 წამი. მია. გარეთ არ დარჩეს რამე, გარეთ არ დარჩეს. 30 წამი. არის დროსაც. თითა არ გადმოვარდეს. ეს პროსტა. 20 წამი. მე ხუთ ელემენტი. ეს ბავშვი არა, ვინმე რაღაცა კამფეტი მოარბენიოს, უცებ რაღაცა თუ და გარეთ არ უნდა დაგჩეს. 6 5 4 3 2 1 და დრო ამოიწურა. მაგრამ ჯერ არ ვიცი სწორი პასუხი. როგორია ეს სწორი პასუხი? თქვი თავიდანვე კიდევაც რომ 100%-ით ოპელი ასტრა ვერ გევიგე. ოპელი ასტრა ვერ გევიგე. ეს არის მე ასე ვფიქრობ. ნახოთ აბა სწორი პასუხი. და 100.000 გაქვს, იმიტომ რომ ეს იყო გიო ხუციშვილის ნათქვამი ამბავია ეგ მე როგორც მახსოვს. თიანი ფრაზა. ოპელი ვერ გევიგე. სიმარო და ეს დრომაგარი. ჰა? კარგად თქვი ახლა მე. კი. დააბრუნე ფული არ. $100,000 არ გამოუშვიათ, ხო ჯერ? ჯერ არა. აიღე, ფაგე დააცრეს, მაგრამ დასახურდავებლად ვერ დაგვიხურდავებს, ვერ უნდა ესაც. ხო, აგრა, მიდან დადებს. ესე აპირებთ 100,000-ის საკეთიკით დებას? ნახოთ. ნახოთ მეორე კატეგორია ავარჩიოთ, აბა. მითოლოგია ხალხური სიბრძნე. რა სიტყვა ზალ? მე ხალხურ სიბრძნე. ხალხური სიბრძნე. ხო. ორივე მეკითხით და ესე აღარ გეკითხებით. ხალხური სიბრძნე. ხალხური სიბრძნე. ხალხური სიბრძნე საბოლოო გადაწყვეტილება და ნახოთ 4 სავარაუდო პასუხი ყურადღება მონიტორებზე. ერთი ურემი სიცივე, ერთი ურემი სიცხე, ერთი ურემი სირცხვილი, ერთი ურემი სიცილი. გადავიდეთ კითხვაზე. ნახოთ კითხვას. დასავლეთ საქართველოში, სხვათა შორის, გავრცელებული ანდაზის თანახმად, რა შეეტევა ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში? ერთი ურემის სიცივე, ერთი ურემის სიცხე, ერთი ურემის სირცხვილი თუ ერთი ურემის სიცილი? არ ვიცი. ავიდა დრო. ნემსის ჭუჭრუტანა. გონის სიცხეს გამორიცხეთ. ხო, ერთი ურემის სიცხე. სირცხვილი. მე მგონი სირცხვილი. სირცხვიზე გავაკეთოთ ძირითადი აქცენტი, მაშინ მოდი. სიცივე რა, ხო. 40 წამი გაქვთ კიდევ. აქეთ ნაწილი. აქეთ იქეთ დადევი, სიცივეზე დადევი რაღაც. 30 წამი აღარც კი. ოცი წამი გაქვთ. სიცილია. ხო? სიცხვილი. 10 9 8 7 6 დიდი მადლობა დარბას.
დასავლეთ საქართველოში ანუ თქვენსკენ გავრცელებული ანდაზის თანახმად რა შეეტევა ნემსის ოდენა ჭუჭრუტანაში? მე მგონი ეს ანდაზა უფრო დასავლეთით უნდა იყოს, ვიდრე ჩვენ ცხოვრობთ. ერთი ურემის სიცივე 1 2 3 4 12000 ლარი. ხო? დიახ. თავისუფალი დარჩა ერთი ურემის სიცხე, სირცხვილს ერგო ყველაზე მეტი თანხა და აქ დავითვლი ზუსტად რომ ვიცოდე 3, 13, ესე იგი 26000 ლარია აქ. დანარჩენი აღმოჩნდა გადანაწილებული შემდეგნაირად. ისეთი სიტუაცია სირცხვილი ჩვენ თუ სირცხვილი წაიღებს ამდენ თანხას. რა სირცხვილი გაატანაც გამიგონია ეგეთი ფრაზა. ნახოთ სწორი პასუხი. წილი წავიდა. 26000 წავიდა. ასე უცებ განიავდა 26000 ლარი. არა, ეს არ არის ცუდი. ხო? გარისკვათ არ ღირდა აშკარად, იმიტომ რომ თანაბარ ის რაღაც ძალიან ბევრი მოგივიდათ იქით. ახლოს იყო და ბოლოს მინდოდა გადამეტანა, მაგრამ კარგი, ორი ვარიანტი დაგვრჩა. ორივე შემთხვევაში ფული ჩაიყრება ქვევით. ჩვენი დაცვის ბიჭებს სამუშაო ექნებათ, მაგრამ გააჩნია რამდენი. რაღაცნაირად რამდენი. სირცხვილი. ნახოთ აბა თუ არ შერცხება, ამას თუ არ შერცხება, რომ ჩავარდეს. მე მგონი სიცივე ვარდება მაინც. მაინც ესე გონია. სირცხვილი, მართლა სირცხვილი შენ სირცხვილი. რა დააშავა მე ამბოქსმა, ან ამან რა დააშავა. გაწითლებული კია ესე, სირცხვილი. თითქოს ამას არ დავეცით. ჩავარდი სიცივე. ვაიმე 62000 და პლუს 26000 ერთდროულად წავიდნენ დაბრუნეთ ფული ადგილზე. რაგრეგო ზუსტად მაქვს გაყოფილი 3 შენია 3 შენი. აწი რა კარგა გვიჭირდება ფულის გადანაწილება და მეტი დრო დაგვრჩება საფიქრად. ეგ არის მთელი თამაშის. დედა ეს რა დაგვემართა კაც? გეტყვით რა მდგომარეობაში ხართ? ხო? სულ რაღაც 12000 ლარიღა შეგჭათ 100000 ლარიდან. 6 კითხვა გვაქვს წინ. მზადყოფნაში ვართ? ცდილობთ. მოდი კატეგორია ავარჩიოთ, ხო? დიახ. ყურადღება ეკრანზე. ფული დაწყევლილი ადგილი. ფულს თავი ნაანებეთ გეუბნებით წინასწარ. არ გამოგდით თქვენ ეგ ამბავით. მივყვეთ რჩევას და იყოს დაწყევლილი ადგილი. მე ნუ დამიჯერებთ ხა ყოველ. იყოს დაწყევლილი ადგილი მაინც მე და ნუ დამიჯერებთ რა. არა იყოს დაწყევლილი. არა თქვენი კამათეთ თქვენ შორის ჯობია. ფული თუ დაწყევლილი ადგილი. ისე ფულთან თამაში და ხო დაწყევლილი ადგილი. მოიცი ხა როგორი დროა კაცი კაცი. იყოს საღარენდობაო. იყოს დაწყევლილი ადგილი. დარწმუნებული ხარ? იყოს დაწყევლილი. იყოს? კი. კარგი, გადაწყვეტილება მიღებულია დაწყევლილი ადგილი. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. აი ზა, ნახე. ინდოეთი, ირანი, სპარსეთი და ოსმალეთი. რა კითხვა შეიძლება გამოვიდეს? ჯანდაბა ხომ არა? შეიძლება ჯანდაბაში წადი შენ. ხო არის ასე და შეიძლება იყოს ჯანდაბა. ან ეს ჯანდაბა. დირექტორი კაცი, ასე წევლები გამაგებით. არა ჩვენ რა მივყვებით ამ ლოგიკას. კარგი, ნახოთ, აბა როგორ ჟღერს. შეკითხვა. სად მდებარეობდა ქალაქის სახელწოდებით ჯანდაბა? ოჩახ? საიდანაც ქართველი მეომრები უკან აღარ ბრუნდებოდნენ. ინდოეთი, ირანი, სპარსეთი, ოსმალეთი. ბედურება იმაში რომ არ გვახსოვს ამ მდებარეობს. ეს ჯანდაბა კი გახსოვდათ, ხო? წავიდა დრო. რომელი გამოურიცხოთ? ჰა? მე მგონი ინდოეთია. თუ ინდოეთი. ამ მეფეებს სადაც მიყავდათ ეს ხალხი. არა, ნუ ან შეიძლება 40 წამი გაქვს. ეს შემდეგ კარგ გადავანაწილოთ, მაშინ დაუშვი ინდოეთი. ირანი და სპარსეთი ერთ და იგივეა ახლა.
მე მაშინ დაუშვი. ირანი და სპარსეთი. 30. კარგი გაუშვი. ინდოეთი. ერთი დადები მაგაზე. ოსმალეთზე. ანდა ხო მაგაზე და ამაზე. ინდოეთი არის მე მგონი, იმიტომ რომ 20 წამი. სპარსეთი და ირანი ერთი და იგივეა. ერთი და იგივეა, მაგრამ თანამედროვეს ირანი ქვიოდა რა მანამდე სპარსეთი. აი ერთი დადე სპარსეთს. ერთი დადე. იმიტომ რომ 8 7 6 5 4 3 2 1 დრო ამოიწურა. კითხვა გამოვიცანეთ, ასხე ვერ გამოვიცანეთ. მდგომარეობა გვაქვს ასეთი. ინდოეთი 6000 ლარი, ირანი 0. სპარსეთი 2000 ლარი, ოსმალეთი 4000 ლარი. სად მდებარეობს, სად ჯანდაბაშია ეს? მე მგონი 100%-ით ინდოეთში. 100%-ით ინდოეთი და შესაბამისად მაქსიმალური თანხა წავიდა იქით, ხო? ინდოეთი რაღაც ჯანდაბა, კალკუტა ჯანდაბა ხო გავს, მაგრამ ერთი ძალიან. მაგ ნახოთ სწორი პასუხი. բոլივი თარება გვაქვს. 6000 ლარი დაგვჭირდა. 6000 ლარი. 6000 ლარი. ირანი გამორიცხული, ირანი არ ქვიოდა მანამდე. როცა ჩვენ დავარქვით, ირანი გამორიცხულია კიდევ თუ. ჩავარდი. დაგიჯერა. გრძნეო. ოსმალეთის 4000 ლარიც გაყვა თან ამ სიცარიელეს. ეს არის კარგი ამბავი. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გადახვედით შემდეგ ეტაპზე. კი ბატონო. რამდენი ბატონო. თანხა დაიკარგება, გაიგე? მე რომ აი ესეთი დამრჩება და საიტს ავიღოთ რო არ გვეცოდი. ამას გავანაწილებთ მე ისე. კოხტად და ლამაზ. ერთი რო დარჩეს რას ვიზამ? ერთი გამოვაძრობთ და სადი ადგილზე. სწორი პასუხი სარეკლამო ჭრის. ასე ვაგზელებთ ზაალთან და დათოსთან ერთად თამაშს. ისინი მეგობრები არიან ქუთაისიდან. მესამე ეტაპზე ჩვენ გვაქვს დარჩენილი 8000 ლარი. და ჯერ კიდევ არ დასრულებულა თანხის დაკარგვა, იმიტომ რომ ორი სავარაუდო პასუხია დარჩენილი, ორივეზე თანხაა, ერთზე 6000 ლარი, მეორეზე 2000 ლარი, რომელი დაგვეკარგება არ ვიცით, იმიტომ რომ კითხვა იყო ასეთი. სად მდებარეობდა ქალაქის სახელწოდებით ჯანდაბა, საიდანაც ქართველი მეომრები უკან აღარ ბრუნდებოდნენ. ორი ვერსია, სპარსეთი, ინდოეთი. სპარსეთს 2000, 6000 ერგო ინდოეთს. ინდოეთი შენაირჩი, ხო? ხო მე 100%-ით ის მგონი, იმიტომ რომ რაღაცა ეს 100%-ით ის გონია და მაინც ეს სეწყნად შენი თანხა დადე, ხო? არა, სიტყვა მგონი. შუაზე გაყავით. სიტყვა მგონია, უკვე გულისხმობს რომ 100%-ით არ არის. ანუ 97. მოსალოდნელი ვარიანტი. ანუ დუტას იქით მიყავს საუბარი, რომ მე გავანიავე ჩემი წილი ქონება და აწინვარ ზალიას. ანუ ჩემ ხრებზე ხარ. ასე გამოდის. ბუმბერაზე. აა სწორი პასუხი ვნახოთ. ჩავარდი. აშინებ. ჩავარდი. ჯანდაბა. ეს სიტყვა კარგად დაგვამახსოვრდება. კი, აშკარა. ახლოს დადექით ერთად იყავით, ერთად. როგორც რასადრო. ჭირში ისევ ხინში. მე მადლობას ვეთყოდი. მადლობას უღებ. დააბრუნეთ თანხა ადგილზე. ანუ 6000 ლარი. 6000 ლარი არის. არ არის ცუდი მაინც. არა. ხელფას კი ჯობია. კი ბატონო. მეოთხე ეტაპი. კატეგორიები ავარჩიეთ. ერთი კატეგორია ავირჩიეთ. ვისკი და ფსევდონიმი. ფსევდონიმი, კი ბატონო. შენი სფეროა, ხო?
ზალიკოა სპეციალიზირებული. ნახოთ ვინ იქნება ნახე როგორც გააჩენი. კი ესე იგი თავისი თანხა ამოწურა დავითმა ეგრევე არც ეკითხება სადავეები გადმოვიდნენ და პირა ფსევდონიმი იყოს კი ბატონო მოვისმინოთ 4 სავარაუდო პასუხი ყურადღება მონიტორებზე ზალ მოდი ჩვენ პალადა ამფიბია მამბა მინოგა მამბა ხომ არ იქნება შემთხვევით სწორი პასუხი. არის შავი მამბა, არა. გააჩნია. ერთ კალათბურთელს ხარ გაინტერესებს კალათბურთელზე მქონდა ეჭვი. პალადაო არა, არ იქნება მამბა. მოდი კითხავ ნახოთ კითხავ ნახოთ გაკ. კალათბურთელი ზანგი თუ იქნება მამბა იქნება. რა იყო ნადეჟდა კრუპსკაიას პარტიული ფსევდონიმი უიდეთ. ეს ლენინის მეუღლეზე ლაპარაკი ხო ვიცხოთ. იცნობდი? კი. იცნობდი? პარტიულის მამბა. რო წავიდა ყურადღება? ამფიბია. პალადა. მამბა გამორიცხულია. რა ვიცი. 45 მინოგა. მეოთხედი გავიდა. ან პალა. რაღაცა შებრუნებული ხო არა? პალადა. მამბა. ამფიბია შეიძლება ნახევარი გავიდა უკვე. ორ საქმეს ხო არ აკეთებდა ერთად. ამფიბიაც რაღაც რა ვიცი, მინოგა და პალადა უფრო. მეოთხედი დაგჭათ დროის. მოდი მამბას ვიწყავთ. ხო. ძალიან ისეთ 20 წამი. ამფიბია, პალადა, მინოგას. 15 10 9 8 7 6 5 3 2 1 და დრო ამოიწურა მგონი ამფიბიაც არ უნდა. თითო შეკრა გადანაწილდა ესე იგი მამბას გარდა ყველაზე მაინც მამბა დატოვეთ ისე მამბა ძალიან ბურჟუაზიულად ჭხერს და შესაბამისად მე მგონი ნადეჟდას არ აკადრებდნენ პარტიაში ასეთი ფსევდონიმი. გველს ხო არ დაუძახებდნენ, კაცო, ამ ხელაკაცის ცოლი იყო. ამფიბიაც რა ვიცი მე ეჭვება, პალადა და მინოგა მგონია უფრო. მე უფრო პალადა მგონია. პალადა მგონია, მაგრამ ამფიბია შეიძლება ორმაგ რაღაცას ნუ აკეთებს. ყოველ შემთხვევაში 4000 ლარს ყველა ვარიანტში ვკარგავთ. 2000 ლარი გვჭება თუ მაინც სწორი პასუხი რომელიმე არის, მაგრამ ან უფრო გჭებით ან 2000 ლარით, ხო? ან მამბა გვიკბენს. შავი სწორი მამბა. პასუხი ვნახოთ. თქვენ ცდებოდით. გადარჩი, კარგია. ხო, ის სწორად წახვედით, მაგრამ 4000 ლარი მაინც დაიკარგა. 2000 ლარიდან ნუ ეხლა უნდა აირჩიოთ რომელიმე თვითონ. აი, ყოველ შემთხვევაში გაგამხნევებთ და მე მინდა ორივეს გადმოგცეთ ჯეოსელისგან ჯეოკონექტები. ეს არის ულიმიტო ინტერნეტი. დიდი მადლობა. 21 ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. სიახლეა, ასე რომ უღრმესი მადლობა. ძალიან ძიმე მდგომარეობაში. 2000 ლარი გვაქვს 4 ეტაპის შემდეგ და წინ კიდევ 4 შეკითხვა. ოღონდ ამჯერად უკვე 3 სავარაუდო პასუხი გამოვა და 2-ზე შეგიძლიათ გააკეთოთ 2-დან 1-ზე, მაგრამ თქვენ მაინც 1-ზე მოგიწევთ. ჩვენთვის თამაში, ფულთან თამაში ავტომატურად გადაიზარდა რუსულ რულეტთან თამაში. ასე გამოდის. ასე ასე გამოდის. ვითამაშოთ. ეს 2000 ჩვენი ლა. მეხუთე ეტაპი და ნახოთ კატეგორიები. ხა ჩვენებური. რამდენზე ჩვენ? გინესის რეკორდები და ომი. იყოს ომი. ომი. ნახოთ 3 სავარაუდო პასუხი. ზანზიბარს და 40 წუთი. ხო მე მგონი 20 წუთი. 1 საათი. კატეგორია ომი გვაქვს. 40 წუთი. 40 38 იყვნენ ასე მაქვს. ჩვენაზე წობს ეჭვი არის 38-დან 45 წუთამდე და ნახოთ. რამდენ ხანს იძლევა? რა. ხო, ხო. რამდენ ხანს გრძელდებოდა ყველაზე ხანმოკლე ომი ისტორიაში? დრო წავიდა. თუ არაფერს შეცვლას არ აპირებთ?
38 იყო. შეგიძლიათ შეაჩეროთ. არა, მეც აღარ პირდაპირ გამოაცხადოთ, რომ შეაჩეროთ. არა, შეაჩერეთ რომ და დარწმუნებული ვარ, თვალშერეთ? დარწმუნებული ვარ. კი, თუ შეჩერდი წამო. დავადოთ სწორ პასუხს. ავედოთ სწორ პასუხს. არ ჩავარდი არა. არ ჩავარდი. ახალი ომი ხო არ მომხდარა რა, მე მოწუთია. ბრავო. ესე ჩვენი ორი ის გამოსვლის garaშე მივხვდით რა ზე 2000 ლარი შევინარჩუნეთ გაბრუნდა ადგილზე. ცოტა მეტი ფული რომ შეგინარჩუნებინათ, მე რთულებში უფრო კარგად წახვედით, ხედავ? ხო. მეხუთე ეტაპი გადავიდეთ, 2000 ლარი ისევ გვაქვს. მეექვსე ეტაპი, პირდაპირ არჩევანი თქვენზეა, პოეზია თუ ტახტის მემკვიდრე. ხო. ტახტის მემკვიდრე. ტახტის მემკვიდრე? ტახტის მემკვიდრე. დავით. არც ერთი იმით არ ვარ კატეგორიით მოხიბლული სიმართლე გითხრათ მაგრამ. კარგი, მაშინ შენ აღარ შეგეკითხები კაც. ტახტის მემკვიდრე. ტახტის მემკვიდრეებით მოიხიბლა და ტახტის მემკვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება და მოვისმინოთ 3 სავარაუდო პასუხი. ბაჰრეინი, მე ნეპალი, იაპონია. კე არ ბევრი ვერსია შეიძლება მიკადო იკითხოს. ხო, მიკადო. ან ის გძელი სახელი რომ აქვს რომელია. რომელი ტახტის მემკვიდრეა? მიჩიკო. მიჩიკო არის. მოგეწონა კითხვა? კი. გაიცი რა კითხვა იქ? არა, ვერსიები მომეწონა, ვერსიები. ვერსიები კარგია, მაგრამ კითხვა როგორ ჟღერს გააჩნია. რომელი ქვეყნის მონარქია ყველაზე ხანგრძლივი? მონარქია. იაპონია რო არის. წავიდა. იაპონია შეაჩერე დრო და ესა იაპონია. ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნიდან მოდის ეს როგორც მახსოვს და არის ეს. შევაჩეროთ დრო. შეაჩერეთ. იმიტომ რომ არ შევცვლით არანაირად. შეაჩერეთ დრო, შეჩერდი წამო. არ შევცვლით არანაირად და გვაინტერესებს სწორი პასუხი. ნეპალს რას უწუნებდით და ბაჰრეინს საამერიკო? ნეპალი ძველ ისტორიულ წყაროებში ძალიან ნაკლებად არის. ბაჰრეინი მით უმეტეს. იმიტომ რომ ესენი შემდეგ გამოეყვნენ ძირითად აზიურ სახელმწიფოებს და ასე დავადებით ჩემი ორი მოდემი. ეს მაინც. კარგია. გადაწყვეტილება რომ მიიღო დავითმა. სწორი პასუხი გვაინტერესებს. ხანგრძლივი ხო სულად კეთო. ხო, რავი, ასე არის. ანუ ყველაზე დიდი ხანი რომელიც მოდის ეს. წვეთა ხო არ ქონდა. დააბრუნებული ადგილზე. 2000 ლარი მივიწევთ და მივიწევთ ფინალისკენ. შეგახსენებთ რომ ჩვენ გვაქვს 2000 ლარი და გადავლახეთ 6 ეტაპი. მე-7 ეტაპის ჯერია და მოდი პირდაპირ მოვისმინოთ კატეგორიების ვარიანტები. დანაშაული და სასჯელი, ფსიქოანალიზი. ოჰო, აფნათა. მგონი დანაშაული და სასჯელი. და ფსიქოანალიზი ფსიქოანალიზი რა ვიცი. მე მგონი დანაშაული და სასჯელი. მიიღე დათო გადაწყვეტილია. მე მგონი რატო უცნობ დათოსე? მე ვუთხარი ჩემი სიტყვა და როგორც უფროსი ხო ეთყობა ფიზიკურადაც რომ უფროსია ახლა. კი, როგორ არა. რა კარგი. სიტყვით ბატონო დავით? იყოს დანაშაული და სასჯელი. დანაშაული და სასჯელი. კარგი, ნახოთ აბა 3 სავარაუდო პასუხი. ყურადღება მონიტორზე. რობერტ კენედი, მარტინ ლუთერ კინგი, უილიამ მაკკინლი. არ და 3-ვეს ვიცნობდი ახლა მაგანი. იცნობდი ხო? ჩემები. 3. ყველზე იქნება ალბათ. ეს მოკლა ჩოლგოშმა.
ის მოკლა ეგენი აღარ მახსოვს ვინ. კარგი, ნახოთ კითხვა ერთი, რა კითხვა რა. რომელი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობისთვის მიესაჯა ჯეიმს ერლ რეის 99 წლიანი პატიმრობა? ეს გამორიცხულია. ეს გამორიცხული. მარტინ ლუთერ კინგი დრო წავიდა. ესაჯა ჯეიმს რეის 99 წლიანი პატიმრობა. ჯეიმს ერლ რეი. 50 წამი. ერთად მოკლეს ესენი ორი. ჯეიმს ერლ რეი. ჯეიმს პოლიტიკური ლიდერი რომელი? პოლიტიკური ლიდერი ამაზად შეიძლება იყოს. 40 წამი. ანუ ეს უფრო მნიშვნელოვანი არ იყო ამერიკელებისთვის, ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, მე მგონი. 99 წელი. მაგრამ 30 წამი. პოლიტიკური ლიდერის მკვლელობისათვის მიესაჯა ჯეიმს ერლ რეის 99 წელი. მაკინდის უეჭვები ცხავთ. 20 წამი. და ეს გონია შენ? არ ვიცი, მაგურ შორის. 99 წელი. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 და დრო ამოიწურა. მარტინ ლუთერ კინგი ესე იგი, რომელი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობისთვის მიესაჯა ჯეიმს ერლ რეის 99 წლიანი პატიმრობა და თქვენი გადაწყვეტილებაა, რომ ეს არის მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობისთვის. ამერიკელებისთვის იმხელა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ადამიანის დამსახურება. დღევანდელი დღე მოწმობს ამაზე სხვათა შორის. არა? თბილისს რო ვაკვირდები კი მოწმობს. მე რაღაცა ქუთაისში? რა ვიცი, ხო? არა. ვერაფერს ვეღარ შევწყვეტ, თუმცა ეს კითხვა გადამწყვეტი იყო, მერვე კითხვამდე მივარ თუ ვერა. უილიამ მაკკინლის მკვლელობა გამორიცხეთ. ეს ჩოლგოშმა მოკლა, ეს 100%-ით ვიზა. ან რობერტ კენედი, ან მარტინ ლუთერ კინგი. ხო, იმიტომ რომ 99 წლიანი პატიმრობა ეს ისეთი კენედი მოკლეს, მისი ძმა როცა მოკლეს, ამ ხელა გამოხმაურება არ ჰქონდა ამ ფაქტს და ვფიქრობ, რომ უფრო მარტინ ლუთერ კინგი, იმიტომ რომ ის მილიონიან შეკრებებს აკეთებდა და აწყობდა და მე ვფიქრობ, რომ უფრო მარტინ ლუთერ კინგია. აი, ნახოთ სწორი პასუხია რა. ბრავო! ბოლო კითხვამდე მივიდნენ ქუთაისელი მეგობრები. სპორტის სასახლე და ბაგაბაღი ეძახე შენ და ჰა? ბოლომდე მივიდნენ. დავრნეთ ფული ადგილზე ვიჭებო. ბრავო ქუთაისი! ესე იგი ჩვენი თამაშიდან გამომდინარე აღმოვაჩინე რომ თქვენთვის რთული კითხვები უფრო ადვილია ვიდრე ადვილი კითხვები უფრო ადვილი. და გააჩნია კითხვის ასე ვთქვათ პასუხის ლოგიკურობას, რამდენად შესაბამისობაში. ისე 6-იან გუნდში ჯობია ხო თამაში მაინც. ორნიც კარგად ეს სულ სხვა ადრენალინია, ის კიდე სულ სხვა მომენტი. კარგია აქ ყოფნა? კარგია. კი, შვენი. საინტერესოა ხო? მეტი თანხა რო გქონდეს უფრო მაშინ ასე? ჯერჯერობით პირველად. მაინც ახალი დაწყებულია ეს პროექტი. დავითი და ზალიკო, დათო და ზალიკო, მოდი ესე ვიტყვი. ან დათიკო და ზალიკო. დათიკო და ზალიკო. ახლა რა არის, იცი? მერვე კითხვამდე მივიდნენ და ნახოთ კატეგორიები. ამჯერად უკვე მხოლოდ ორ სავარაუდო პასუხს შემოგთავაზებთ. ინტერნეტი, დროშა. დროშა. სალსახად დროშა, მაგრამ ნახოთ როგორ გაგვიმართლებს. ნახოთ ორი სავარაუდო პასუხი. დანია და შვედეთი. პირდაპირ გადავალ კითხვაზე. რომელ ქვეყანაშია ყველაზე ძველი დროშა? შვედეთში თუ დანიაში? ფული აღარ არის. არის. დათიკო იპარავდა, დათიკო იპარავდა ამ ფულს. მაშინ დრო წავიდა. დანია და შევაჩეროთ დრო. შევაჩერო დრო და ეს არის დანია. შევაჩეროთ დრო, დანებორგი. 46 წამზე გავჩერდით. ჩვენ წინ ქონდათ 46 წამი. ასეთი მარტივი იყო თქვენთვის ეს შეკითხვა. ნუ ზოგადად მარტივი არ არის, მაგრამ დათო არის ამ დროშები არის ჩემი ჰობი და აქედან გამომდინარე. გამომდინარე. გატაცებული მართლა? და
შენთვის გაუსროლია ავრორას. შეგ ახლა ამას დანიის დროშა გამოკრულია. მეტი ფული რო გქონდათ, ჰა? მეტი ფული რო ქონდა შეიძლება ვერ მოგვეგო. თავარია გამარჯვება. ფული ჩვენთვის არა, რა ხე 2000 არის არაა ცუდი, ხო? არა, ცუდი არ არის. ჩვენთვის თავარი იყო რომ 8 ვეკი სხვა დაგვეძებდა. არა, მაინც დაველოდოთ სწორ-პასუხს, ხო? ვაი თუ შვედეთია. სწორი პასუხია? ჩო. ქუთაისიდან. აი ესეთი, აიღეთ თქვენი ფული. აღარ დააბრუნოთ ადგილზე. თქვენია ეს ფული, მოიხმარეთ მშვიდობაში. კარგი იქნებოდა მეტი რომ მოგეგოთ, მაგრამ არც ეს არის ურიგო. რამდენი კითხვა გავიარეთ 2000 ლარით, ხედავთ? თავში რო ცოტა ისე ყოფილიყო საქმე, უკეთესი. ქართულ ანდაზა მოგვიჭრა გზა დიდი წარმატებისაგან, მაგრამ ესეც წარმატება არის. არა უშავს ქართულ ანდაზებში გავერკვევით ეს. ვივარჯიშებთ ეს ჩვენი მეგობარი გაგაცილებთ რომ თანხა მაინც დაცული იყოს. დიდი მადლობა მობრძანებისთვის კიდე ერთხელ. ზაალ ხონელიძე და დავით ბახტაძე. ქუთაისიდან. დაიღეთ. გაცილეთ ისინი. ბრავო. შვენიერი თამაში გვაჩვენეს ბიჭებმა. აშკარად შვენიერი, კარგი იქნებოდა, ცოტა მეტი თანხა დარჩენოდათ და ასე უფრო მეტით წავიდოდნენ, იმიტომ რომ დასაწყისში რომ არ დაეკარგათ დიდი თანხა, ბოლოში აშკარად მეტი ფული წავიდოდა ქუთაისში ჩვენი სტუდიიდან. რა თქმა უნდა, დაცვის თანხლებით, ჯერჯერობით. მაინც ქეშია, ხო გესმით? მე ამით დაგემშვიდობებით. იმიტომ რომ ჩემთვის საერთოდ რომ ამოიწურა მომავალ კვირას გელოდებით იგივე დროს რა თქმა უნდა იმედზე შოუში ფულთან თამაში. ინტელექტითა და კარგი გემოვნებით ცნობილი ვარსკვლავური წვილი რისკიან ნაბიჯზე მიდის. ვისურად ხარ დაგითმო. არა და ყოველთვის მართალი როგორ ახარ შენ. მაგრამ ფულთან თამაშის დროს ეს არ არის საკმარისი. ამას ვერ ვუყურებ მე მშვიდად. რადგან ხაფანგი შესაძლოა სწორედ მარტივი კითხვის უკან იყოს დაგებული. გითხარ მურწილები არ მაგდან. მანანა და ანანოდიებს საკმაოდ რთული ბარიერის გადალახვა უწევთ. ამიტომ დები მონაცვლეობით იკავებენ ლიდერის პოზიციას. ძალიან რთულია მოტოკო ემოციები და დაძაბო მეხსიერება. როცა კარგად ნაცნობ კატეგორიებში რთულ და მოულოდნელ ვარიანტებს აღმოაჩენ. კარგი, ოსური მითოსის მთავარი გმირი მითხარია ბოლოსთან. მოგების დიდი სურვილი. გამარჯობა და 100-ში. წაგების დიდი შანსი. და ძალიან დიდი ნაღდი ფული. საჭიროა მხოლოდ ბოლომდე შეინარჩუნო ის, რაც უკვე შენს ხელშია. ოთხშაბათს ფულთან თამაშის ახალი რაუნდი. იმედზე.